ისტორიაში იშვიათად ხდება, რომ ერთი კომიკოსი დიქტატორის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე აღმოჩნდეს, მაგრამ სწორედ ასე მოხდა. 1931 წელს ჩარლი ჩაპლინი ბერლინში ჩამოვიდა. იმ დროს გერმანიაში დემოკრატია ჯერ კიდევ არსებობდა. ჰიტლერი ჯერ კანცლერი არ იყო, თუმცა ქალაქში უკვე იგრძნობოდა, რომ რაღაც იცვლებოდა. ქუჩებში პოლიტიკური დაპირისპირება ყოველდღიურობად იქცა. ბერლინის ფრიდრიხშტრასეს სადგურზე ჩაპლინს ათასობით ადამიანი დახვდა. უმრავლესობა ტაშს უკრავდა, მეორენი კი ყვიროდნენ ძირს ჩაპლინი. ალბათ მაშინ ვერც ის წარმოიდგენდა, რამდენად სწრაფად შეიცვლებოდა გერმანია. ჩაპლინი აკვირდებოდა ქალაქს, ადამიანებს, განწყობებს. ხელოვან ზოგჯერ შეუძლია დაინახოს, რასაც პოლიტიკოსები ვერ ამჩნევენ, ან დანახვა არ სურთ. იმ წლებში ნაცისტური პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ჩაპლინი ებრაელი იყო. მან კი ჯერ კიდევ 1915 წელს უპასუხა ამ თემას ფრაზით: სამწუხაროდ ასეთი ბედნიერება არ მქონია. ნაცისტებმა მოგვიანებით მისი თითქოს და ებრაელობის მიზეზით აკრძალეს ფილმი ოქროს ციებ-ცხელება. ჩაპლინმა კი სხვა პასუხი გასცა. დიდ დიქტატორში მან შეგნებულად ითამაშა ებრაელი დალაქის როლი. 1931 წლის ბერლინში მოგზაურობასა და დიდ დიქტატორს შორის 9 წელი იყო. ამ წლებში ევროპა შეიცვალა. ჩაპლინმაც გადაწყვიტა, რომ დუმილი აღარ შეიძლებოდა. მას და ჰიტლერს ერთი უცნაური დამთხევა ჰქონდათ, ერთი და იგივე პატარა ულვაში. ჩაპლინმა ეს დამთხევა სატირად აქცია. ეკრანზე დიქტატორს საკუთარი სახე დაუპირისპირა. იმ დროს ბევრს მიაჩნდა, რომ ხელოვნებას პოლიტიკა არ უნდა შეხებოდა, მაგრამ ჩაპლინმა სხვა არჩევანი გააკეთა, რადგან როდესაც პოლიტიკა ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, დუმილიც უკვე არჩევანია. ომის შემდეგ ჩაპლინი წერდა, რომ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ნამდვილი მასშტაბი რომ ცოდნოდა, დიდ დიქტატორს ვერ გადაიღებდა. რეალობა ბევრად უფრო სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე მის ყველაზე მწარე სატირა შეეძლო წარმოედგინა. ეს ფილმი არის გაფრთხილება, რომ სიძულვილი ერთ დღეში არ ჩნდება. არც დემოკრატია ქრება ერთ დღეში. დღეს ბერლინი ისევ სავსეა თეატრებითა და კინოთეატრებით და ალბათ სწორედ ეს ქალაქი გვახსენებს, რომ კულტურა მხოლოდ გართობა არასოდეს არის. ზოგჯერ სწორედ ხელოვანი ხედავს მომავალ საფრთხეს ყველაზე ადრე და ზოგჯერ ერთი ფილმი იმაზე მეც ამბობს, ვიდრე ასობით პოლიტიკური სიტყვა. ამიტომაც დღემდე ასე ძლიერად ჟღერს ჩარლი ჩაპლინის სიტყვები დიდი დიქტატორის ფინალიდან. ვიბრძოლოთ ახალი სამყაროსთვის, ისეთი სამყაროსთვის, სადაც ადამიანური ღირსება ყველაზე დიდი ღირებულებაა.